კოლეგებო, მოგესალმებით. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. წარმოგიდგენთ დღეს ეს რიგში მდგარ საკითხს. ჩვენ ერთ საკითხი გვექნება დღეს განსახილველი. Quorum გვაქვს, ხო? Quorum არის, კი ბატონო. დღეს ეს რიგში რომის საკითხი გახლავთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. პირველ რიგში გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. შესავლისთვის ვიტყვი, რომ როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მობრძანდით ხალხთან. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, მთავრობის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და პარლამენტში შესაბამისად იქნება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად შეიქმნება სამთავრობო სტრუქტურა განიცდის ცვლილებას და იქნება ძალოვან სტრუქტურებთან მაკოორდინირებელი სახელმწიფო მინისტრის პორტფელი, რომელიც ამავდროულად იქნება ვიცე-პრემიერი. აქვე ითქვა, რომ მოაზრებული კანდიდატურა ამ პოსტისთვის გახლავთ ბატონ მამუკა მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა და ასევე ცვლილებები შეეხება შესაბამის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, აქ არის საუბარი შეასახთა მინისტრი იცვლება, როგორც მოგეხსენებათ, ასევე ცვლილება შეეხება ავტონომიური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს განხილვაში საკითხი, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის და ვადამდე გადადგომის საკითხს. ბატონ მამუკა მდინარაძე იყო ძალიან ეფექტური, კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, ამ პოზიციაზე, სულ რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად ზღვა სამუშაო იქნა განხორციელებული, უამრავი რეფორმა ჩატარდა, უამრავი მიმართულებით გადაიდგა ადეკვატური შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა სახელმწიფოს წინაშე, ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ძალოვან სტრუქტურებს შორის მაკოორდინირებელი ფუნქციის გაჩენა სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლში და ალბათ უკონკურენტოა ამ შემთხვევაში ბატონ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. ეს მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ამ კვირაში მოგვიწევს საქართველოს პარლამენტში სხვა საკითხებთან ერთად მუშაობა, დაჩქარებული წესით განვიხილავთ შესაბამის კანონპროექტს, რომელიც იქნება მთავრობიდან წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ განსახილველ საკითხს, მე თქვენ ჩაგკითხავთ დასკვნას, რომელიც კომიტეტის მიერ იქნა მომზადებული. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს ჩვენ განვიხილეთ 27 აპრილს კომიტეტის ხდომაზე განიხილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და 212 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 22 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა და ეს განცხადება არის თანდართული იმ დოკუმენტაციაში, რომელიც თქვენთან არის. ზემოაღნიშნული და გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ვ პუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და 212 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს მამუკა მდინარაძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება. ანუ განცხადების ნამდვილობა, რომელიც გაკეთდა ბატონ მამუკა მდინარაძის მხრიდან, იქნა ნამდვილად დადასტურებულად ცნობილი ჩვენი კომიტეტის მიერ შესაბამისი რეგლამენტის წესით დადგენილი პროცედურის დაცვით. ეს არის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ჩვენ დღევანდელი განხილვის დღის წესრიგს. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები
თუ გაქვთ ბრძანეთ, თუ არა და შეგვიძლია კენჭი უყაროთ ამ საკითხს. არ არის? კენჭი უყაროთ. კი ბატონო, ვინ არის? კი ბატონო, ამას შეჯამებაში აუცილებლად ვიტყვით, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ დასკვნას? მიღებულია ერთხმად შეჯამებისთვის მინდა ბატონ მამუკამდინარაძეს გადაუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის, რაც მან აღასრულა სუსის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა ამ შესაბამის გადაწყვეტილებამდე, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორჩეულად მოქმედებდა, ალბათ ყველანი დაადასტურებთ ამ შესაბამის აზრს, ეს პერიოდი იყო უკომპრომისო ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ და სხვადასხვა მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, ამიტომ მინდა მასაც მადლობა გადაუხადო, როგორც მოგეხსენებათ ბატონ სულხან თამაზაშვილი, რომელიც იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას, ის გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ბატონ გეკა გელაძის კანდიდატურა იქნება განხილული სუსის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, მთავრობის ხელმძღვანელს, როგორც ეს წარადგინა, ბატონი ზურა პატარაძე იქნება წარმოდგენილი და ის საკითხი, როგორც ვიცით, ორცები დღეს იქნება, ახვალ იქნება განხილული. მე მინდა ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ბატონებს მადლობა გადაუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მათ გაწიეს და წარმატება უსურვო იმ მიმართულებებში, რომელიც მათ დაევალა სახელმწიფოს, დაევალება სახელმწიფოს მხრიდან, ეს ყველაფერი კეთება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა.